მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. დებატები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სისტემაში, თუმცა რატომ არა გვაქვს დღეს დებატები, ხო? ვინ დაუშალა ქართულ ოცნებას, რომ თქვენთან მოვიდნენ და ისაუბრონ აქ? არავის არ დაუშლია. თვითონ არ დადიან წლებია, იმიტომ რომ მრავალი წელია მათ აღარ აქვთ არაფერზე უკვე პასუხი, ხო? არც ფასებზე ხარ დაიწყეს თითქოს ბრძოლა, არც ამ საკითხზე აქვს პასუხი მათ რეალურად, არც ქვეყნის კურსის ცვლილებაზე, არც გაზრდილ უმუშევრობაზე, გაზრდილ სიღარიბეზე და ამ ქვეყნის კურსის საბოლოო ცვლილებაზე. არაფერზე მათ პასუხი არ აქვთ. დებატები მათ შეწყვიტენ. ჩვენ მაგალითად ლელო უკვე მე-7 წელია ვარსებობ და ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ მიგვიწვიეს მათ მიერ კონტროლირება ტელევიზიებში. რატომ? იმიტომ რომ დაკეტილია სივრცე და ეს არის მათი ტელევიზიები, ეს არის საშუალება, რომ პროპაგანდისტული მესეჯები მიიტანონ და მათ არ სჭირდებათ იქ თავისუფლად მოსაუბრე ადამიანები, ხო? ამის გამო აქვს ეს სივრცე დახურული, თორემ არა იმიტომ, რომ ჩვენ არ მივდივართ აქ, ხოლო ვინც არ მოდის რეალურად წლებია და ვინც წლებია უარს ამბობს პოლიტიკურ დებატებზე, ეს არის ქართული ოცნება და მათი წარმომადგენლები. დღეს იყო ძალიან საინტერესო განცხადება, როდესაც ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ ვართ ასაკრძალი პარტიები, ხო? ანუ ფორმალურადაც კი არ ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს და არ ამბობენ, რომ ნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო. არა, ჩვენ ვართ ასაკრძალი პარტიები, რომელთა საუბარიც არ შეიძლება. ხო, ამასთან ერთად ხედავთ, რომ არის პოლიტიკური დევნა, ლიდერები ციხეში, პარტიები ასაკრძალად გამზადებულები და ამ ფორმატში ახლა რაღაც დებატებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ცოტა აბსურდულია, თუმცა რა თქმა უნდა, მათი არავის არ ეშინა და მათთან საუბრის პრობლემა არ აქვს. ესე იგი წახვალთ და იცით რა, არ არის მოცემულობა, როდესაც რაღაცა გვაფერხებს იმასთან დაკავშირებით, რომ არა გვაქვს პასუხები, გაუგვივათ მათთან საუბარს და ასე შემდეგ. ხო, მე ვთვლი, რომ აქ არ არის პრობლემა, თუმცა ეს ფაქტორები, რაც ჩამოთვალე, ძალიან მნიშვნელოვანი ხო და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? სანამ 100-მდე ადამიანი ციხეში ყავს და მეორეს მხრივ პოლიტიკურ ლიდერებს ახაც მიდის პროცესები, ზოგს გირაო აქვს შეფარდებული, ზოგი საპატიმროშია, ამასთან ერთად 100-მდე ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი, პარტიები ასაკრძალადაა, ტელევიზიები დასახურადაა გამზადებული და ამის ფონზე რაღაც დემოკრატიის შუქურად გამოდის ყოფაკიძე, რომ თითქოს რაღაც ის ჭირდება, რომ კონდეს კარგი შინაარსობრივი დებატები და თუნდაც ეს ყოფილა პოლიტიკური პრობლემა, მაგრამ შეგიძლიათ ეგ სივრცეებს, სადაც შეხვდებით მათ, სწორედ აი ამაზე სალაპარაკოდ გამოიყენოთ, ეს გახადოთ მათ შორის დებატების და დისკუსიის საგნად, უბრალოდ მეტი საჭირო ამ იდეასთან დაკავშირებით, ხო? თქვენც მაგალითად ტელევიზიები მალევე მოუწოდეთ, რომ მობრძანდით და აქ ვისაუბროთ, ხო? რას გულისხმობენ? საერთოდ შესაძლოა ისინი არც გულისხმობენ პროდასავლურ ოპოზიციას და რაღაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია რომ ყავთ მაგალითად ხალხის ძალის სახით, შესაძლოა მათთან დებატებს გულისხმობდნენ. ამიტომ მეტი სიცხადეა აქ საჭირო და ვნახოთ რეალურად ისინი რას გულისხმობენ ამ იდეის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოპულიზმი და რა თქმა უნდა, მათ არა აქვთ ესეთი ბერკეტი, ესე ისიერად რო ფასები შეამცირონ. უბრალოდ რატომ გადაწყვიტეს, რომ ახლა დაეწყოთ ამაზე საუბარი, ხო? ისინი ვიცით, რომ ხშირად ატარებენ კვლევებს და რა თქმა უნდა, ყველა კვლევაში ამოდის არაერთი ძირითადი პრობლემა. ერთ-ერთი არის გაზრდილი ფასები, არის უმუშევრობა, მიგრაცია და ასე შემდეგ, ხო? და გადაწყვიტეს, რომ აი მოესხათ მანტია ამ ერთ-ერთ პრობლემასთან მებრძოლის და დაიწყეს ფასებთან ბრძოლა. ეხლა ფას რა შეამცირებს, ხო? შეამცირებს რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც რა თქმა უნდა ისინი არ გადადგავენ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას ხელისუფლებამ თუ მას სურს ფასების შემცირება, ეს არის გადასახადების დაწევა. მთელ რიგ პროდუქტზე მაგალითად, როდესაც ამბობენ რაღაც სურსათზე არის მაღალი ფასები და ევროპაში უფრო დაბალია, შეადარონ გადასახადები, ხო? ჩვენ სადაც გვაქვს მაგალითად დღეგ 18%, ზოგ ევროპულ ქვეყანაში არის 5%, 7% ამ სურსათის პროდუქციაზე და რა თქმა უნდა, ამის გამო არის უფრო დაბალი ფასები. თუმცა რატო არ დაწევენ ისინი გადასახადებს? თუ გადასახადებს დაწევენ, დააკლდებათ მოსაპარი ფული ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა ქოცების პირობებში, იმიტომ რომ მათ უნდა ქონდეთ რაც შეიძლება ბევრი ფული, რომ შედეგ კარგად მოიპარონ, შემდეგ ნაწილი ვინც აღარ იქნება მათი, ასე ვთქვათ, გუნდის წევრი მოატანინონ და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ნაწილი და ასევე მეორე ნაწილი არის ის, რომ წარმოება არა გვაქვს ქვეყანაში, ხო? ქვეყანაში გვექნება წარმოება მაშინ, როდესაც სისტემა იქნება ჯანსაღი და რა ისეთი როგორც დღეს გვაქვს. აი, საუბრობდა ჩელე მაგალითად სასამართლოზე და როგორ აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო. ეს არის ერთი ნაწილი, როდესაც სასამართლოს იყენებენ იმის გამო, რომ განსხვავებული ადამიანები ჩაგრონ. რეალურად რა უნდა მაშინ? აი, ჩვენ რო გვალაპარაკონ, ეხა ეს არის მიზანი მაშინ? რეალურად უნდა ის, რომ პრობლემა
პრობლემა არსებობს და ამ პრობლემას ისინი ყოველთვის აბრალებენ სხვას. არასდროს ქართული ოცნება არ არის დამნაშავე ამ ქვეყანაში არაფერზე, ხო? ხიდი ჩაინგრევა და თურმე რიონში წყალი მოსულა და ვინ იფიქრებდა იმან ჩაანგრია ხიდი, მეწყერი ჩამოწვება და თურმე წვიმა იყო და იმიტომ ჩამოწვა მეწყერი და რო ვერ უშველეს და აი თურმე ესე ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაღალი ფასებია და ეს არის, აი ხო ნახეთ ერთ-ერთი პროპაგანდისტის ნათქვამი, რომ თურმე ნაცების არის დღემდე და რას აკეთებენ 13 წელზე მეტია ხელისუფლებაში არიან, ხო მე მგონი დღემდე ვერ იჯერებენ, რომ ხელისუფლებაში არიან ეს ადამიანები და ყველაფერს აბრალებენ სხვას, ხო არაფერზე თითქოს მათ არ აქვს არც ბერკეტი და არც პასუხისმგებლობა. ფასებს წევს ამ ქვეყანაში, რასაც თვითონ აღიარებენ, ასევე ის კორუფცია, აღვირახსნილი კორუფცია, რასაც წლებია ქართული ოცნება ეწევა თურმე ამ ქვეყანაში და ამას ადასტურებენ თვითონ. თავიანთი პრემიერი, რომელიც 5 წელი იყო ამ ქვეყნის პრემიერი, აღიარა მან დანაშაული და დღეს ზის ციხეში კორუფციის ბრალდებით. და როდესაც ეს სისტემა გაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ფასები იქ იქნება მაღალი და როდესაც არაფერი არ დარჩა ამ ქვეყანაში და დამოუკიდებელი არც ერთი სტრუქტურა და ყველაფერი მიიტაცა ერთმა ადამიანმა და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, რა თქმა უნდა, ფასები იქნება მაღალი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ოპოზიცია ფრაგმენტულად აკეთებდა ამ ნაწილში, რომ ჩვენ შევთავაზოთ ის პრობლემები და უთხრათ საზოგადოებას მათ შორის მოგვარების გზები. ან მაგალითისთვის, ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ სოციალურ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად უმუშევრობა, როგორიც არის პენსიები და ასე შემდეგ, ეს საკითხები მაქსიმალურად უნდა გქონდეს დღის წესრიგში. ამ ნაწილში მაგალითად პოლიტიკოსებისაც და მათ შორის მასმედიის ერთგვარი თანაბარი ბრალი მიგვიწვის, რომ არ არის ეს საკითხები სათანადოდ აქტუალური, იმიტომ რომ მაინც რაღაც შემოაგდებენ ხოლმე თემებს, რა ვიცი, დღეს იქნება და ზარქუას გამოიყვანენ, რაღაცა სათქმევინებენ, დღეს სხვა ზარქუას გამოიყვანენ და ვიწყებთ ამის კომენტირებას. ჩვენ უნდა შევძლოთ, მოვახერხოთ და ვთქვათ, რომ ვისაუბროთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ხალხს. შესაძლოა ეს ცუდი გასაგები იყოს ჩვენთვის, მაგალითად პოლიტიკოსებისთვის, რომ მთელი ის თემები, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, მოვინდომებთ და დიდი ენთუზიაზმით განვიხილავთ ამ თუ სხვა სტუდიებში, ხშირ შემთხვევაში არ არის ეს საინტერესო საზოგადოებისთვის და მაგალითად საღამოს მისული სამსახურიდან თუ ვინმეს ვისაც აქვს ეს სამსახური, საღამოს მისული მისთვის სასარგებლო ინფორმაციას ვერ იღებს. ვერ იღებს ინფორმაციას მაგალითად როგორ შევძლებთ უმუშევრობის შემცირებას, როგორ შევძლებთ პენსიების გაზრდას, როგორ შევძლებთ მათ შორის ფასების შემცირებას და მე შეგახსენებთ მაგალითად პარლამენტში, როდესაც იყო ოპოზიცია, სანამ ვთქვათ რუსულ კანონს მეორე ჯერზე შემოიტანდნენ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის კოლეგები ჩვენც ხშირად საუბრობდით ამ სოციალურ საკითხებზე და როდესაც ეს ხელმეორედ შემოიტანეს რუსული კანონი, მაშინ მეთქვეს რომ დასრულდა უკვე ამ თემებზე საუბარი. ანუ გარდა იმისა, რომ მათ მიზნად ჰქონდათ ამ ქვეყნის კურსის ცვლილება, ჰქონდათ პროპაგანდისტული მიზანიც თურმე, რომ ჩვენ არ გვესაუბრა ამ საკითხებზე. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო, უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე და უნდა ვესაუბროთ ხალხს და ვუთხრათ თუ როგორ მოუგვარებთ მათ ამ პრობლემებს.